რიცხვი, რომელიც უკვე 50%-ს აჭარბებს. აი ამ ტეხილზე პირველი წევრი არის პირველის პროცენტი. ხო? Bank of America როწერია, ეს არის ამის პროცენტი, ხო ასია? მეორე რიცხვი, პირველი და მეორეს ჯამია ერთად. ესმით? მესამე რიცხვი არის პირველის, მეორის და მესამეს ჯამი ერთად. არა ეს უკვე 50%-ზე ნაკლებია, და ჯერჯერობით. მაგრამ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე რიცხვის ჯამი უკვე 60%-ია, ხედავთ? ეს უკვე უმრავლესობა. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ საჩივრების 50%-ზე მეტი მოდის ამ 4 ბანკზე. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე რიცხვი არიან. უდიდესი უმრავლესობა. ანუ აი ეს 4 ბანკი არის ამ მოვლენაში თავარი, ანუ სასიცოცხლო უმცირესობა უასე ამბობს პარეტო. სასიცოცხლო უმცირესობა არის ის ბანკები, ანუ ის კატეგორიები, რომლებიც შეადგენენ ჯამში 50%-ზე მეტს. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, ბანკი იქნება თუ უნივერსიტეტი. გავიგეთ? რაც ეხება სვეტოვანი დიაგრამა და წრიული დიაგრამა, მე მგონი სასწაული არც არის რა. პირდაპირ შეგვიძლია მოვნიშნოთ და ინსერტში ავაგებთ ამ სვეტოვან დიაგრამას, ხო? ამ წრიულ დიაგრამას. წრიული დიაგრამა შეიძლება გავაკეთოთ ასეთ რაიმით რა. დიზაინში თუ ნახავთ შეიძლება აი პროცენტებიც დააწეროთ და ასეთში. მგონი აქ პრობლემა არ არის ისეთი, რომ არის ცოტა ეს ელემენტარული გრაფიკა. ასია? გადავიდეთ შემდეგ ერთში. მეორე აბიცადაში გვაქვს თვისობრივი ცვლადები. პირველიც სქესი თვისობრივი ცვლადი. რიცხვები არ არის არც იქ და არც იქ, ხო? ოჯახური მდგომარეობა ეს თვისობრივი ცვლადია. უნდა გავაკეთოთ შეუღლების ცხრილი. რას ნიშნავს შეუღლების ცხრილი ორი ფაქტორისთვის? ერთ ფაქტორს ტრიკონზე ავიღოთ, მეორეს სვეტზე და მათ თანაკვეთაზე რაოდენობები უნდა დავთვალოთ, ხო? კარგი პროგრამა არის პივოტი, რომელიც თხოვლობს, რომ მოდი მოვნიშნეთ ეს ფაქტორები ყველა მოვნიშნოთ. თავიდან ბოლომდე რამდენია ეს სურალის? 214-ის იქნება. მოვნიშნეთ ყველა ორივე სვეტი. და ინსერტში გვაქვს ეს პივოტი, არა? მონიშნულია, გადავიტანეთ ახალ შიტში ყველა ეს მონაცემი და ნუ სქესი ან ოჯახური მდგომარეობა ერთ-ერთი, რომლის მიხედვით გვინდა ჩვენი ნება. დავუშვათ ოჯახური მდგომარეობა დავალაგეთ სტრიქონებში და ოჯახებული, დასაოჯახებელი ქვრივი. ეხლა სქესი მეორე ავიღოთ სვეტში. ნუ კაცი ქალი. თუ გვინდა დაითვალოს რამდენი კაცია სულ, რამდენი ქალია სულ, აქედან რამდენია დაოჯახებული, დასაოჯახებელი ქვრივი და ამ შემდეგ, მაშინ ჯამში უნდა ჩამოვიტანოთ ერთ-ერთი სულ ერთი. ხო, აი ამრიგად მივიღეთ სულ 214 ადამიანი ყოფილა გამოკითხული, აქედან 111 კაცია, 103 ქალია. რა ქალი მეტი დაქვრივებულა ვიდრე კაცი. ხო, ოჯახებული დასაოჯახებელი ახლა თანაბარია თუ არა? აქ თითქმის თანაბარია 111 103, ხო? ამიტომ აბსოლუტური სიდიდეების შედარებითაც შეიძლება რაღაც დასკვნილი გაკეთება. თუმცა თუ სწორი დასკვნილი გაკეთება გვინდა პროცენტებში უნდა ნახოთ. ხო? ანუ აი კაცები უფრო მეტად ქორწილდებიან თუ ქალები, ესეთი კითხვა რომ დავსვათ, ხო? პროცენტულად უნდა ვნახოთ, ანუ კაცებში რამდენი პროცენტია დაოჯახებული, რამდენი პროცენტია დასაოჯახებელი და რამდენი პროცენტი ქვრივი, ასევე ქალებში. ამრიგად სამი სახის პროცენტი შეიძლება ქვია გაიშოთ. სამი სახის პროცენტი და ეს პროცენტი როგორი ანგარიშება? ესე იგი კურსორი აუცილებლად უნდა იდგეს, დავუშვათ, თვითონ ცხრილზე. კურსორი რო გარეთ იყოს, მაშინ აღარც გექნება პავოტი. პივოტი. ესმით ხო?
რადგან თუ მინდა რომ ესეც შევინარჩუნო ეს ყველაფერი რაც არის ამ აბსოლუტურ სიდიდეებშიც გქონდეს, უბრალოდ კოპირებას გავაკეთებ. ესმით? აი დავაკოპირე და მაქვს კიდევ ახალი ცხრილი. და აი კონტექსტურ მენიუდან კარგად შეგეცდება ეს. კონტექსტურ მენიუში აქ არის მონაცემთა გამოსახვის სხვადასხვა ფორმები, უამრავი ფორმებია. და აი რო გავაკეთოთ მთლიანად პროცენტი ჯამის მიმართ. მაშინ რა გამოვა სულ 100%-ია და იქიდან 51%-ია კაცი, 48% ქალი და ასე. მაგრამ თუ გავაკეთებდით პროცენტს არა მთლიანად ჯამის მიმართ, არამედ დაუშვათ სვეტების მიხედვით. ხედავთ? მაშინ მე მეცნებოდა რომ აი კაცებში 68%-ია დაოჯახებული, ხოლო ქალებში მხოლოდ 50%-ია დაოჯახებული, უფრო რჩებიან გაუთხოვრები. ხო, ეგრე გამოდის ეს. კაცებში უფრო მაღალი პროცენტია დაოჯახებული, დასაოჯახებელი 27%-ია და ქალები 4%-ია. ნუ ქალებში 50%-ია დაოჯახებული, 18 დასაოჯახებელი და 31% სამწუხაროდ ესეა. კაცები ადრინდებიან. თუ გვინდა ტრიქონების მიხედვით გავაკეთოთ, მაშინ პირიქით გავაკეთებ, არა? ანუ მონაცემთა აი ასეთნაირად. ეს უკვე რას ნიშნავს? აი ქვრივებში რამდენი პროცენტია კაცი და რამდენი პროცენტია ქალი, ხედავთ ხო? ან დაოჯახებულებში რამდენი პროცენტია კაცი და რამდენი პროცენტია ქალი. ანუ სხვადასხვა რამეს მიჩვენებს, ხო? სამივე. აი სამივე სახის პროცენტი შეიძლება აკეთოთ. აი კეთილია გამოთვალეთ პროცენტების, სვეტების და ტრიქონების მიმართ. აგეთ შეუღლების სვეტებიანი პროცენტული დიაგრამა. ეს ამის მიხედვით დიაგრამაც შეიძლება აგო. და პროცენტული, თუ პროცენტული მაშინ ეს პროცენტებში გადავიყვანოთ ჯერ, ხო? აწევა ხონდა გადაყვანებული ეს. აი აქ ხონდა ეს გადაყვანილი პროცენტული დიაგრამა და პირდაპირ შეიძლება აი აქ მენახა ანალიზში აი ეს პროცენტული დიაგრამა. ოსი პირდაპირ ჩანს აი სამი კატეგორიაა, ხო? თითოეულ კატეგორიაში ორ-ორი სვეტია. ანუ გეომეტრიულად, ანუ გრაფიკზე უკეთ ჩანს ეს მოვლენა. აი შეხედეთ, დაოჯახებული, დასაოჯახებელი ქვრივი. ანუ კაცი არის ლურჯი და წითელი არის ქალები, ხო რა? და პირდაპირ ხო ჩანს, რომ აი ქვრივებში ნახე ქალები რამდენიც უფრო მეტია ვიდრე კაცები, ხო? ასევე დაოჯახებულებში აქ კაცები უფრო მეტი ვიდრე ქალები, რა? ასე გებია. გაკეთეთ? კარგი, პილოტში შეიგი გარდა იმისა, რომ უნდა ვიცოდეთ თვისობრივი ცვლადის დაჯგუფება, აგრეთვე აი მესამე ამოცანაში უკვე რაოდენობრივი ცვლადი მაქვს და მის დაჯგუფებას თხოვს. ისმით ხო? შემდეგ გეომეტრიულ გამოსახვას ჰისტოგრამა და ოგივა, ბოქს პლოტის აგება და სხვადასხვა სტატისტიკური სიდიდეების გამოთვლა. ისინი ფიერსტაფით უნდა დავუყავთ იქაც, ხო? და აი ეს საშუალო გადახრა. როგორც გინდა ისე დაწოდე. ან მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არა, ქრისტიანულ დაწოდე. უამრავი საშუალება არსებობს, როგორ გითხოთ, ინდატორა ბეჭდა გააგე. შეიძლება დეტა ანალიზით გააკეთო. შეიძლება პირდაპირ ექსელში დათვალო. ფორმულა ჩაწერო და ისე გამოთვალო, რა ვიცი. ვირა ხასიათზე იქნება. რა მნიშვნელობა? თავარია რომ ნახო სიდიდე რას უძეს, რა. ნუ ხო თუ უფრო მარტივ გზას ნახავ, ვიდრე მე გასწავლე, ეგეც კარგი იქნება. ამათთვის რა. მოგავიძარს. ეხლა ერთ-ერთ ვერსიას გეუბნები ფაქტურად. ვერ შეგძუნდა.
აი მაგალითად დააჯგუფე ეს მონაცემები 4 ჯგუფად არის მითითებული. მე შეიძლება ჩაგიწერო 4 ჯგუფად კი არა 6 ჯგუფად დააჯგუფე მათი. მაშინ 6 ჯგუფად უნდა დააჯგუფო, ხო? რა თუ არაფერს არ ჩაგიწერ, მაშინ შენ როგორც მოგიხასიათება იმდენ ჯგუფად დააჯგუფე, რა? მაგრამ გამოცდა რადგან არის გეუბნები, რომ ოდი 4 ჯგუფად დააჯგუფე, იმიტომ რომ მინდა გავიგო იციფრე დაჯგუფება როგორ უნდა. ეს ხო? რადგან მითითებულია 4 ჯგუფად დააჯგუფე, მაშინ ჯგუფის ინტერვალის სიგრძე ისეთი უნდა იყოს, რომ 4 ჯგუფი გამოგივიდეს, ხო? თუ 5 ჯგუფს გეტყვი, მაშინ ისეთ ინტერვალის სიგრძე უნდა იყოს, რომ 5 ჯგუფი გამოგივიდეს, ხო? ეს მაშინ ეს როგორ უნდა ვნახო? უნდა ვნახო ყველაზე დიდი რიცხვი, ყველაზე პატარა რიცხვი, ხო? და იმათი სხვაობა უნდა გავყო 4-ზე. ეგ იქნება ინტერვალის სიგრძე. მიხდი რა თქვი? რაღაცა რიცხვები გაქვს დასაჯგუფებელი. 10-დან 80-მდე არის რიცხვები. 10-დან 60-მდე. სიგრძე რაღაცა, ხო? აი ამ სიგრძეს თუ გავყო, რამდენ ჯგუფათაც მინდა, იქნება თითოეული ინტერვალის სიგრძე რამდენი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ეს ფაქტიურად ექსერცსა აქვს ამის საშუალება. კიდევ ერთხელ მოდი მოვნიშნოთ ეს რიცხვები, აი მოვნიშნე 30-ვე რიცხვი, ხო? ეს არის რაღაცა ბილეთის ფასებია რა, სხვადასხვა სტადიონზე. და ვნახოთ პაივოტში ამ დაჯგუფებას როგორ ახდენს. პაივოტმა ნახა ეს რიცხვები და ჩამოვიტანებ სტრიქონში. და ეს. დაალაგა ნახეს დადობის მიხედვით, რომელიღაც სტადიონზე $114, სადღაც 135, სადღაც 151 და ამ შემდეგ. ნუ ნებისმიერ რიცხვზე ეტაროს მოდი. არის აქ ასეთი პროგრამა group selection, ნახეთ, დაჯგუფება. დაჯგუფების პროგრამა აქვს. ამან დაინახა რომ ყველაზე პატარა რიცხვი 114, ანუ $114 ყველაზე იაფი სტადიონი, რომელიღაც სტადიონზე. ყველაზე ძვირი $411 რომელიღაც სტადიონზე და გეუბნება რომ $10 ინტერვალით დაგიჯგუფებო. ახლა ამაზე რომ თანხმობა უთხრა, რომ რა გამომივიდა 114-დან 124-მდე, 134-დან 154-მდე და ამ შემდეგ აი ესეთი ჯგუფები გავაკეთე. არ მაწყობს, ხო? მე მინდა 4 ჯგუფი. ვასი. ამიტომ ხელახლა შევდივარ, აქ ინტერვალის სიგრძე აშკარად უნდა გავზარდო, არა 4 ჯგუფი რომ გამომივიდეს 114-დან 411-მდე დაახლოებით რამდენი უნდა არის. მოდი აბა ვნახოთ $50 ინტერვალი თუ ავიღო 1 2 3 4 5 6 ჯგუფი გამომივიდა. $50 არ გვაქვს. ესე იგი უფრო მაღალი მეტი უნდა იყოს, ხო? $100 ავიღოთ? კი ბატონო, ავიღოთ $100. ავიღოთ $100. თან გავალამაზოთ, მოდი ახლა 114 ცოტა ისეთი ცუდი $100 და რომ დავიწყოთ და 100-დან 200-მდე 200 300 400 არ ჯობია? როგორ ვიქნა? უფრო ლამაზ ჯგუფები არ გამოვა? კი, ოღონდ 500 ანუ გამოვიდა 4 ჯგუფი. 100-დან $200-მდე, 200-დან 300-მდე, 300-დან 400-მდე, 400-დან 500-მდე რა გიქნა? თუ გეტყვი ამ გინდა თუ არა 5 ჯგუფი გააკეთო, მაშინ $80 ინტერვალი დავიღებ. $60 ინტერვალი დავიღებ. და ისე შემდეგ. და თუ მინდა ახლა თითოეულ ჯგუფში რამდენი სტადიონი მოხდა, ცხადია უნდა დავითვალო რა. ანუ ჯამში ჩამოვიტანო და დაითვლის 18 სტადიონზე ყოფილა 100-დან $200-მდე ბილეთის ფასი. 9 სტადიონზე ბილეთის ფასია $200-დან $300-მდე. ერთი სტადიონია, სადაც $400-ზე უფრო ძვირის ბილეთი. ნიუ-იორკში იანკების სტადიონი. $400-ზე ძვირის ბილეთი, $411 იქ. ეხლა რა კითხვები გვაქვს აქ კიდევ? ბილეთის საშუალო ფასი რა იქნება თითოეულ სტადიონზე? ხედავთ? რას მეკითხება? აი აქ 18 სტადიონია და ამ 18 სტადიონზე საშუალოდ ერთ სტადიონზე ბილეთის ფასი რა არის? ეს ამ 18 სტადიონზე ბილეთის ფასი მერყეობს 100-დან $200-მდე. ხო? თუ სხვადასხვა ფასი. და საშუალო რას უდრის? ხვდებით? ეხლა უხეშად შეიძლება აიღო 100-დან 200-მდე $150-ია საშუალო ფასი. მაგრამ თუ ზუსტად გინდა გაიგო, მაშინ ამ 18 სტადიონის ფასები უნდა შეკრიბო და გაყო 18-ს ეს არ არის? მაგას გააკეთებს ეს რომ თხოვოთ გააკეთებს. აი აქ არის შემაჯამებელი რიცხვებიო და პირველი რო ყოფილიყო, მაშინ გააკეთებდა ამ 18 სტადიონზე სულ ბილეთის ფასი რამდენია. ჩვენ გვაქვს კაუნტი, ანუ დაითვალა რაოდენობა.
საშუალო. Average თუ ავიღებ აქ რა, აი იქნება $159 საშუალო ფასი. 150-ზე მეტი გამოვიდა, ხედავ? $221 ხო, $200-დან $300-მდე როა, $315 და $411. ბოლოში სულ საშუალო ფასი $197-ია 30 წლის სტადიონზე. ყველა საშუალო ფასი დამისვა, ხო? ყველა საშუალო ფასი. ეხლა ეს იმისხვები რაში მჭირდება ამ ხელა სიზუსტით? ნამდვილად ამჭირდება და ამიტომ აი აქ შევალ უჯრის ფორმატირებაში და აი აქ მივცემ სიზუსტეს ნორმს. აი ეს ამჭირდება მეტი სიზუსტე. $160 საშუალო ფასი, 100-დან $200-მდე მოვიდა, აქ $222 გამოვიდა. ზოგადად $197. ასეთ რამეს გვეკითხებოდნენ და გავაკეთე. Так, აგეთ პროცენტული ჰისტოგრამა და ოგივა. ეს საინტერესოა. ახლა როგორ ავაგოთ პროცენტული ჰისტოგრამა? რას ნიშნავს პროცენტული ჰისტოგრამა? ესე იგი ეს რიცხვები არ მჭირდება, ესე იგი გამოთვლა მჭირდებოდა და გავაკეთე, მაგრამ ახლა მე უბრალოდ მე არ ვინახა, მაგრამ თქვენს უნდა შეინახოთ, ხო? და აკოპირეთ და შეინახეთ. მაგრამ რეალურად მე ხლა ასეთ რამეს მეუბნება რა, აი ეს რაოდენობები კი არ მინდა, პროცენტში მინდა, რამდენ პროცენტ სტადიონზე არისო, ანუ 18 რამდენი პროცენტია, ეს ხო? აი პროცენტი ავიღე, 60%-ია სტადიონებისა, სადაც ფასი არის $100. პროცენტებში. და აი ამ პროცენტებით მინდა ავაგო სვეტოვანი დიაგრამა. აი ასეთი County გქონდა ხო? და county გქონდა პროცენტებში. County პროცენტებში ხოლმე. აქ ეკრანზე ხოლმე. აი ესეთ რამეს ვამბობ. პირდაპირ აი ეს რო ავაგო სვეტოვანი დიაგრამა, რა გამოვიდა ნახე? ეს მეუბნება 100-დან $200-მდე სიმაღლე არის 60%, ხო? დავაწერზე. ო, ეწეროზე 60% 200. მაგრამ ეს კიანი პროცენტული ჰისტოგრამა ერთი ნაკლი აქვს. არ უნდა იყოს ესენი ერთმანეთზე დაცილებულები, გესმით რა შეს. უნდა იყოს მიწებებულები. ამის მოხერხება შეიძლება არსებობს აქ ვარიანტი ეგეთი. აი დიზაინში არის, ხო დიზაინშია ნახე. აი აქ სხვადასხვა დიზაინებია გაკეთებული. ეგრე ერთ-ერთი დიზაინი არის აქ. რომელიც ამას მიაწებებს ერთმანეთზე და ისეთ გრაფიკას გაძლევს. ეს უკვე ჰისტოგრამაა. იმიტომ დამთავრდა 100-დან 200-მდე, 200-დან 300-მდე და სიმაღლეებით შესაბამისად არის აქ რამდენი პროცენტია. სხვანაირადაც შეიძლებოდა ამის გაკეთება, ხო? სხვაგვარადაც შეიძლებოდა ამის გაკეთება, შეიძლება აი კონტექსტურ მენიუში არსებობს ასეთი რაღაცა, აი აქედან შეიძლება, აი რამდენიც გინდა დაარეგულირე, გინდა დაანგაცე, გინდა ახლოს მიიტანე, აი ამის გაკეთება აქედანაც შეიძლებოდა. აი აქ რამდენი პროცესი დააყენებ შეიძლება. ხედავთ? მიდის ახლოს არ შევდივარ. აი აქ 100-დან 200-მდეა წერია, ხედავთ ხო იქ ღერცზე, 200-300 და შემდეგ. ესეც მისაღებია, მაგრამ ისიც კარგი იქნებოდა, რომ აქ საშუალო ფასები წერებული ხო. რა რო გავაკეთეთ. ანუ აი ამ ინტერვალების ნაცვლად რომ ეწეროს $160 და ასე შემდეგ, ხო? აი ითქვი რომ $160 საშუალო ფასი არის 60% სტადიონებზე. აი ახლა შემთხვევაში ვამბობ რომ 100-დან $200-მდე ღირს 60% სტადიონებზე. კი ბატონო, ეს მისაღებია. სვეტოვანი დიაგრამა. პროცენტული დიაგრამა გავაკეთე. კიდევ რას ვთხოვე? ოგივა. ეს ოგივა რაა? არეტოში რო ტეხილია დევს წითელი. აი გარი ოგივა. ანუ მაგას რა ჭირდება? მაგას ჭირდება პროცენტების დაგროვება. ესე იგი ოგივა მეუბნება
ყოველი წერტილი ხო მასზე ნაკლები ჯამში რამდენი პროცენტია ამიტომ აი ეს პროცენტი უნდა დაგროვდეს რა ესე იგი მე უნდა მქონდეს 60% კი 100-დან 200 დოლარამდე 30% 200-დან 300 დოლარამდე მაგრამ მე უნდა მეუბნეოდეს რასაც რაღაც $300 ქვევით რამდენი პროცენტია ნახე $400 ქვევით რამდენი პროცენტია აი ეს რიცხვები მინდა ამიტომ აი ეს პროცენტები მინდა რომ დამიგროვოს ამას აკეთებს აი ესეთი რაღაცა ნახე აი პროცენტი running total ახლა რა გააკეთა პირველი ხო 70%-ია და მეორე აიღო 300 + 30 90% და ეს 90% რას ნიშნავს რომ $300 ქვევით ან პირველ და მეორეს ჯამი 96% რას ნიშნავს პირველის მეორის და მესამეს ჯამი ერთად სულ ანუ ეს 96% მეუბნება რომ $400 ქვევით 96% სტადიონებზე ფასი ნუ 100% $400 ნაკლები 100% სტადიონებზე რა ხოლო აი ამით უნდა გაკეთდეს ტეხილი ისმის აი ეს ტეხილი რომელსაც მე მინდა ავაგო უნდა იყოს ამ რიცხვებით გაკეთებული ისმით აი ეს რიცხვებია აქ რომელიც ტეხილზე ჩანს 60%, 90, 96 და 100%. ეს არის ოგი. ახლა პრობლემა რაშია? პრობლემა ის არის, რომ აქ 100-დან 200 დოლარამდე არ უნდა ეწევოს. აქ უნდა ეწევოს $200. იმიტომ რომ $200-ზე ნაკლებიშია 60% სტადიონებზე. აქ რა უნდა ეწევოს? აქ უნდა ეწევოს $300. ხო? რატო? იმიტომ რომ $300-ზე ნაკლები ღირს სტადიონების 90%-ში. აქ უნდა ეწევოს $400. ხო? ანუ ინტერვალის ბოლოები უნდა ეწევოს. ხდები? ინტერვალის ბოლოები უნდა ეწევოს ნაცვლად ამ ინტერვალების აი აქ. ამის შეცვლა თუ შეიძლება აქედან არ მოსწრებს ამას. ამიტომ აი ასეთ დროს ასეთი რამე უნდა გამოიყენო. როდესაც პაივოტით არის აგებული გრაფიკა, შიგნით ცვლილების უფლებას არ გაძლევს. ისმით, პროგრამირათა, სხვა პროგრამა. მაშინ ასეთ რამეს ვაკეთებ, შეხედე, აი ეს რიცხვები უბრალოდ კოპირებით გამომაქვს პივოტიდან. ანუ ეს უკვე იქცა არა პივოტში აღარ არის. ხედავ, აი ეს პივოტშია, ხედავ, მარჯვენა მხარეს პივოტი გაუწევს. აქ თუ ვარ, პივოტი აღარ არის. ესმით, დამოუკიდებელია ეს რიცხვები და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. და თუ მინდა რომ ამ რიცხვებს გქონდეთ X ღერძზე რა $200, $300, ესენი არ მინდა რომ გქონდეს? X ღერძზე ხო ეს რიცხვები მინდა. ვასი? ინტერვალის ბოლოები. აი ახლა მაქვს შესაძლებლობა იმისა რომ ესენი ამით გავაკეთო ტეხილი. ტეხილს გავაკეთებ და აი ეს 1 2 3 4 შეიძლება $200, $300, $400, $500 როგორ ცვლილება X ღერძის ცვლილება აი ეს რიცხვები მინდა პროდუქცია აი ეს რიცხვები ხო ამ რიცხვების ნაცვლად ეს რიცხვები არ გიბარავს ეს რიცხვები შევიტანე ოკეი იბადო აი ნახე დააყენა ამ რიცხვების პროცენტების 60% არის $200 ქვევით ბილეთი 90% სტადიონებზე $300 ქვევით ბილეთი და ასე შემდეგ. აი ეს არის უკვე გივა ასე ქვია აუ ის როგორ შევუწყდეთ select data მოვნიშნე რისი სრულად შეცვლას მინდა ის მოვნიშნე და მონაცემთა ცვლილება აი აქ edit-ში მოგთხოვს რა მონაცემებით გინდა შეიცვალოს და შეიტან იმ მონაცემებს. იგი შემდეგ ხოლმე რომ გააკეთოთ რა ეს სტატით
კი ცდაში გვინდა გავაკეთოთ Boxplot-ის პროგრამა ნახეთ დისკრიპტიულ სტატისტიკაში პირველი პროგრამა. Boxplot-ის აგება. Boxplot-ი გვიჩვენებს განაწილების ფორმას, კარგად გვიჩვენებს. ანუ როგორ არის ბილეთის ფასები განაწილებული. აქ უნდა შეიწყო ეს რიცხვები Boxplot-ის პროგრამაში. ხო? შემდეგ უნდა მივუთითო რომ ეს კი ბატონო სათაურიც არის, სათაურიანად არის შეტანილი. აი აქ უნდა მივუთითო რომ იანგარიშოს 5 რიცხვიანი შემაჯამებელი, ანუ მინიმალური რიცხვი, მაქსიმალური რიცხვი, პირველი კვარტილი, მეორე კვარტილი, მესამე კვარტილი. კვარტილები რა არის, რომელიც ყოფს 4 ნაწილად ბილეთის აი ამ დალაგებულ ფასებს. ანუ სტადიონები დაეყოფა 4 ნაწილად, ხო? რას მეუბნება? მეუბნება რომ $161-ზე ქვევით არის 25% სტადიონებზე და ზევით 75% სტადიონებზე. $220 ქვევით არის 75% სტადიონებზე ზევით 25%-ზე და ასე შემდეგ. შუაში მედიანა $176 ნიშნავს რომ 15 სტადიონზე ამ ფასზე ნაკლებია, 15 სტადიონზე ამ ფასზე მეტია ბილეთის ფასი. Boxplot შეხედე აშკარად გვაქვს როგორი ასიმეტრია. მარჯვენა ასიმეტრია, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს უფრო გრძელია, ხედავთ ხო? აქ ხო ბილეთის ფასებია. აი აქ არის ის შენი რა ქვია, მეორე კვარტალი, მესამე კვარტალი. $220 წერია მათ. აქ ბოლოში წერია $411. ხედავ? ანუ $220-დან $411-მდე სტადიონების 25%-ში არის ეს ფასი. ასევე 25%-ია ფასი $114-დან სადამდე $160-მდე. მაგრამ თანაბარი რაოდენობა სტადიონების ხედავ? ზედა და ქვედა ნაწილებში. მაგრამ ის უფრო გრძელია, ეს უფრო მოკლეა. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ძვირია ბილეთები $160 ზევით $411-მდე, ის ფასები უფრო დიდად განსხვავდებიან ერთმანეთსაგან. შორის არის აქ რიცხვები რა. აქ ახლო არის რიცხვები. ერთ და იგივე რაოდენობის რიცხვები რო ჩაატიო. ერთი და იგივე რაოდენობის რიცხვები ამ შუალედში და ამ შუალედში. აქ ხო უფრო შორის იქნებიან ეს რიცხვები. გესმით ხო? რას ნიშნავს? ანუ უფრო დიდი გაფანტოა რა. უფრო დიდი განსხვავებაა სტადიონების ფასებში. ზედა 25%-ში. ქვედა 25%-ში უფრო ნაკლებია მათ შორის განსხვავებები. ანუ იაფ სტადიონებზე ბილეთის ფასები ახლოა ერთმანეთთან. ძვირ სტადიონებზე ბილეთის ფასები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამას ნიშნავს მეცხვარები. ასეთია მარჯვენა ასიმეტრია. ეს უნდა დავწეროს დასკვნაში. რომ გვაქვს მარჯვენა ასიმეტრიულობა და ეს ამას ნიშნავს. თქვი ახლა გამომავლობთ რა? შინ არსობრივი დადოთ არა არის ის უნდა თქვათ რა. კი, მარჯვენა ასიმეტრია. ყველა ეთქვის ამას, მარჯვენა ასიმეტრია რო შეხედავ ამას, მაგრამ რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს და ძვირ სტადიონებზე ბილეთის ფასები უფრო მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ვიდრე იაფ სტადიონებზე. ამის თქმა რომ შეიძლება. მეოთხე ამოცანა. enable it ის მე თუ არ მიგდებდა მაგ enable-ს. თავიდან შევედი, თავიდან აიგოს ქანი. ხომ ჩოლო, просто ნახო ხომ და ეგრე.
ოქსფორდის აგება ვიცით, საშუალო და სტანდარტული გადახრას როგორ გავუწევთ? ეს პროგრამაც ნახოთ, ხო? PhD-ში გვაქვს ესეთი დისკრიპტულ სტატისტიკაში დისკრიპტული შემაჯამებელი რიცხვები. აი, აქ უნდა ჩაწერო ეს რიცხვები და გამოთქვას. ოღონდ თუ გინდა ორივეს ერთდროულად გამოთქვი, ეს უნდა გადართო რავლობიც. რო ორივესი გამოთქვა. ის ბანკი 1 და ბანკი 2 არ მომიშნოთ, ხო? ხო, გინდა სათაურიერად მომიშნე, გინდა სათაურიერად. შენინება უნდა მიუწითო. ბატონო? მეორე უნდა მომიშნოთ იქ დისკრიპტივ სამი შევავთ. ან თუ გინდა რომ ორივესიც დაითვალოს მულტიპლით იმ შემთხვევაში. ორივე თუ გინდა რომ გადაითვალოს, ორივეს box plot-ი თუ გინდა რომ გააკეთოს, რავლობიძე უნდა გადავუხტო. ხო, მაგრამ აქ რა არის ახლა საშუალო რა არის ეს არის, ხო, ეს საშუალოა. სტანდარტული გადახრა რა არის? აი, უნდა მიხვდე რომ ეს არის სტანდარტული გადახრა. ინგლისური შესაძლებელი რომ იპოვო. ქართულად არ გიწერს ეს. უნდა მიხვდეთ, ხო? ვარიაციის კოეფიციენტი ეს არის. დისპერსია ეს არის. ეს არის საფრთხეს. მედიანა მოდა 10, მედიანა 4 ნახევარია. მედიანის შინაარს ხო იცით? კარგი ჩემი ბატონო. ერთი თემა არის კორელაცია და კოვარანსია ასეთი. გვაქვს ხოლმე ორი ფაქტორი და მათ შორის ურთიერთკავშირი გვინდა დავადგინოთ. არის, არ არის, ან რადონისა ეს კავშირი, ან რამდენად მჭიდრო, ან რადონი მჭიდრო, ხო? აქაც სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, მაგრამ ყველაზე მარტივი ვარიანტი ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის PhD-ში უნდა ამბო, აი ამ მონაცემების, ამის ორივე მონაცემი, ხედავთ, ხო? და ინსერტში გაბნევის დიაგრამა არსებობს ასეთი. აი, ორი ღერძირვა დაჩვენები ესეთი. აი ასეთი გრაფიკას უჩვენებს. ესე იგი X ღერძზე აიღო პირველი ფაქტორი, Y ღერძზე მეორე ფაქტორი. ხედავთ, ხო? და ამათ შორის ურთიერთკავშირი გამოვლინდა ამ წერტილებით. ამ წერტილების დინამიკას უნდა დააკვირდე. შეხედე X ფაქტორი რო ისდება, ეს წერტილები ნელ-ნელა ზევით მიდის, ხო? ისენიც ისდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ურთიერთკავშირი დადებითია, აქედან დასკვნა გამოდის. ეს წერტილები ასევე დაალაგებული ხო, ყოველი წამოსული ხო, მაშინ უკავშირი იყო. მაგრამ აი ეს კავშირი შეგვიძლია ახლა ჩავწეროთ რაღაცნაირად. ჩავწეროთ რაღაცნაირად, რას ნიშნავს? შევცვალოთ, აი ტრენდი გამოვამჟღავნოთ, რა ტრენდია ეს. ზდადობა. აი ზდადობაა და წრფის გრაფიკით დაინახა ეს ზრდა. ხო, კორელაცია თუ გინდა, ჯერ ეს ტრენდი დავინახეთ, რომ წრფია, ხო? კორელაცია თუ გინდა, აი აქ გადადიხარ more option-ში, ხო? და შეგვიძლია აი ბოლოში მივიხითოთ, რომ აი წრფის განტოლებაც და კორელაციასთან კავშირიც. რა გამოვიდა? ესე იგი მარტი შორის ურთიერთკავშირი ამ განტოლებით არის განსაზღვრული. X-ის ყოველ მნიშვნელობას გაამრავლებ ამას დაუმატებ და მიიღებ Y-ს. ურთიერთკავშირი სიჩქარესა და ატვირთვის სიჩქარეს და გადმოწერის სიჩქარეს შორის. 2 კვადრატი 0.9. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამ ფაქტორს შორის ურთიერთკავშირი 90%-იანია. ერთი მეორის ცვლილებას იწვევს 90%-ით. ასეთი დეტერმინაცია მიიღეთ. აგეთეთ? აუ თავი ამ 90%-იანის რომ აი ეს Y და Y კვადრატი როგორ დააწერეთ? აი ეს არა, მანამდე. აი აქამდე როგორ მოგვიet? მიუსიდან გადავიდა დედლაინში.
აქ თქვენ შეგიძლიათ სხვა ვარიანტი აირჩიოთ. ეს პოტენციალური შეიძლება იყოს ეს ფუნქცია. შეიძლება უფრო ახლოს იყოს, ან ლოგარითმული. იმის მიხედვით რას გავს ეს წერტილები, როგორ უფრო ვითარდებიან, როგორ გრაფიკს უფრო უკეთესად შეესაბამება კვადრატული ფუნქცია თუ რა არის. ეს ხო? ამის მიხედვით შეიძლება ცვლილება, მაგრამ იმ წრფეზე ვჩერდებით ჩვენ. ყველაზე მარტივი ვარიანტია წრფე. მოდიში, ეს განფენის დიაგრამა, ის გაფანტულობის დიაგრამა არის თვითონ? დისკრეტული განაწილების ერთ-ერთი ნიმუში საუბარია დისკრეტული ტიპის შემთხვევით სინდეზე, ხო? ამ შემთხვევაში არის კორპორაციული და ჩვეულებრივი ფონდების მოგებები, დისკრეტული შემთხვევით სინდე და გვაქვს შესაბამისი ალბათობები. ხო, ნუ ამის ხელმისაწვდომს რა არის? მოსალოდნელი მოგება, ანუ საშუალო მოგება, ეს იგივე რაც მათემატიკური ლოდინი მოცემული შემთხვევითი სიდის. შემთხვევითი სიდის მათემატიკური ლოდინი ეს არის ვარიანტების შესაბამის ალბათობებზე ნამრავთა ჯამი. ისე რომ, აი დავუშვათ ამ ფონდის შემთხვევითი მოგება, მოსალოდნელი საშუალო მოგება, ეს უნდა იყოს ალბათობა ნოემთერნულ-1 დამრავლებული, ანუ $300 წააგებს ამ ალბათობით, $70 წააგებს ამ ალბათობით, $30 მოიგებს ამ ალბათობით და ასე შემდეგ. ამათი ნამრავთა ჯამი უნდა იყოს. შესაბამისად, მეორე ფონდსაც აქვს საშუალო რაღაცა მათემატიკური მოლოდინი. შესაბამისად, სტანდარტული გადახრები უნდა ვიანგარიშოთ, ანუ ყოველ ვარიანტს გამოკლებული საშუალო ახალისხებული კვადრატში შესაბამის ალბათობებზე ნამრავთა ჯამი და ფესვი. და შემდეგ კითხვებია, რომელი ფონდის არჩევა ჯობია და თუ აირჩიეთ ჩვეულებრივი ფონდი, მაშინ მისი თორე ალბათობა იმისა, რომ წააგებს $999. ამ ყველაფერს decision making. შტატში გვაქვს ასეთი ანალიზი, კორელაციისა და პორტფელის, ინვესტიციო პორტფელის ანალიზის პროგრამა, რომელშიც გთხოვს, რომ შევიტანოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ აქ ვთითებთ უბრალოდ რამდენი ვარიანტი გვაქვს ფონდების განთავსების და შემდეგ ძალიან აი ამას გვაძლევს შესავსებად. თუ შენ ამ რიცხვებს ჩაუწერ ალბათობებს და X და Y ფონდის შესაბამის მსვლელობებს, მაშინ ის ყველაფერს გიანგარიშებს, რაც აქ არის ჩამოწერილი. გიანგარიშებს X მათემატიკური ლოდინი X შემთხვევით სიდის, Y შემთხვევით სიდის მათემატიკური ლოდინი, დისპერსია, სტანდარტული გადახრა, კოვარანცია მათ შორის და შემდეგ პორტფელის საშუალო მოგება და ურთიერთკავშირი. უბრალოდ შენ უნდა ჩაუწერო ახლა ის რიცხვები. ხო? ის რიცხვები უნდა ჩაუწერო ახლოს მივაც. ხო, აი ეს რიცხვები უნდა ჩაუწერო. ესე იგი ეს ალბათობები დავიმახსოვრე და გადმოვიტანე აქ, ხო? დავიმახსოვრე. აი მარტო რიცხვებს გადავატანე. აი ეს. და შესაბამისად X და Y რიცხვები, ხო? აი ეს რიცხვები. იმ ბატონო ყველაფერი იანგარიშია.